მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე სახელად იოსებზე, დავითის სახლისაგან, ხოლო ქალწულის სახელი იყო მარიამი. შევიდა მასთან და უთხრა: იხაროდეს მომადლებულო, შენთანაა უფალი, კურთხეული ხარ დედათა შორის. ის კი შეაძრწუნა ამ ნათქვამა და ჩაფიქრდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს მისალმება? უთხრა მას ანგელოზმა: ნუ გეშინია მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძეთ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული. უთხრა მარიამმა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი? ანგელოზმა მიუგო პასუხად: სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთისძეთ. აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი. მაშინ მარიამმა თქვა: აჰა, ხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ. და განეშორა მას ანგელოზი. ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. როგორც კი ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში და აღივსო ელისაბედის სულიწმიდით. დაიძახა ხმამაღლა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან როცა შენი მოსალმების ხმა მოსწუდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ. თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთზე, ჩემს მაცხოვარზე. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. ვინაიდან დიდი საქმე მიჰყოლა ძლიერმა, წმინდაა სახელი მისი. მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე. მოიმოქმედა ძლიერება თავისი მკლავით, გაფანტა ამ პარტავანი მათი გულის ძრახვებთან ერთად. ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და ამაღლა თავმდაბალნი. შიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა. შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა, როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავლობას საუკუნოდ. სამეოდე თვეს დარჩა მარიამი მასთან და დაბრუნდა თავის სახლში.